სადმე ხარ კონკრეტულად საით წავიდე? ვერაზე, მაგრამ ნების რუსთაველის მიმართულებით წადი, ნებისმიერი მიმართულებით. თამაში გვაქვს ძალიან მაგარი შენთვის. ვაუ, რაღაცები, სოდვები უნდა გაგახსენე. მოდი ძალიან უცებ. წავიდა. ბლიცი გავიაროთ ჯერ. წავიდა, მე წავიკითხე ხოლმე წითელია. დიდი მოასწარი. ესე იგი, ხაჭაპური თუ ლობიანი? ლობიანი. ჩაი თუ ყავა? ყავა რა თქმა უნდა. ფილმის სახლში თუ კინოში? სახლში. კლუბი თუ სახლში? ეს ჩემენაზე გადაწყვეტილი. კლუბში წავსა თუ სახლში? სამთვეში ერთხელ კლუბში, ისე სახლში. ძაღლი თუ კატა? კატა. ცხოვრება ქალაქში თუ სოფელში? ქალაქში. ლაპარაკი თუ მოსმენა და დაარწმუნებული? მოსმენა. სიმშვიდე თუ დრამა? დრამა. ემოციის დამალა თუ გაზიარება? გაზიარება. ერთი დიდი შეცდომა თუ ბევრი პატარა? ერთი დიდი და ის. გემრი. ერთი დიდი და ნა. კადრში ყოფნა თუ კულისებში? ეხლა აი ბოლო ჯამჭრელი. ორივე. არა. არა. კადრში ყოფნა თუ კულისებში? კადრში ყოფნა კულისებში. აი, კადრში ყოფნა. აბარიაო. იცი რა მაინტერესებს? რაღაც ყველაფერზე იმ მაინტერესებს ვამბობ რა, იცი შეთვითონ. ანუ გაინტერესებს. ორივეს გაინტერესებს. ამაზე იმშავოთ. პოპულარობამ, ანუ რაღაც მომენტში თავისუფლება მოგცა, თუ სადღაც შეგზღუდა. ანუ შეიძლება რომ რაღაცა არ გააკეთო სიტყვაზე, ან რაღაცა დამჭი არ გადადგა, რასაც გადადგავდი პირველ კურსზე, სანამ ჩავაბარებდი მანამდე, ვიდრე დღეს. კი. დაიკაიეთ რაღაც პასუხისგებლობა, ანუ ადრე მაგას ვხვდობოდი, მაგრამ ეხა ნამდვილად ეგრე რაღაც პასუხისგებლობა მომცა საკუთარ თავთან და აი რაღაცა სულ იმას ვფიქრობ ხოლმე, რომ რავი, აი თუნდაც არ ვიცი, სადმე ის არ გავთხრე, რომ ვიღაცა ბარი ფიქრობს, რომ კიდე ეგ ვიდეო რო ჩაგიგდოს. სადღაც აი ეგის მაქვს, რომ მაინც რა ვიცი, აი მინდა თუ არ მინდა, დამიმუღამებია, რომ მაინც აკონტროლებ ხალხი გიხურებს რა. შეიძლება ეს პირდაპირ არ არის, მაგრამ ამას მაინც გრძნობა ადამიანი და აქედან სულ ვცდილობ ხოლმე რაღაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცოტა ესეთ ხარჯებში მოვექცე. და ეს ანუ არ გიქნებოდა სიტყვაზე ხო რაღაც მომენტში ასაკსაც მოაქვს. სულ მწვანეა მთელი უჯო არის. ამოიდგიან. შეხედე ყველაფერი. ცხოვრებაში პირველად. ხო, ვაკეში. ანუ ეგ ხო არის რომ რაღაცები სიტყვაზე ისედაც ასაკსაც მოაქვს, პოპულარული ხარ თუ არ ხარ, რაღაცა ჩარჩოებში ჯდები. ვითომ რადგან რაღაცა ასაკში. მაგრამ აი მე რასაც ვაკვირდები, რაც ასაკში შედიან ხალხი უფრო და უფრო გიждდებიან ხოლმე, ანუ თუ რაღაც 18-19 წლის ასაკში ცოტა კიდე ოკეი იყო, რაც იზდებიან და იზდებიან უფრო გიждდებიან. ყველა ცოტას მაშინ უშვებ. ყველა ხო უარეს და უკეთესი არავინ არ ხდება ხოლმე სამწუხაროდ და მაგიტო თან ხო შეიძლება ასაკისბრალიც არის, მაგრამ თან ეგეც არის, რომ აი ესე არ იქნებოდი პოპულარული რო არის. უფრო თამამად გადადგავდი რაღაც. აუცილებლად. აი წავედით. მაინე ხმა მეიდგივეთი. გაგვანგრიეთ გვარის. ოკეი. მოიცა თანამშრომლი ხოჩ-ხოჩი მე თამაშს მოვამზადებ. ეს მიხარია მაინტერესებს ხარ ას მოყვები. ჩვენ დავითამაშოთ ახალი რუბრიკა დავამატეთ. ვაუ, დადო არა. ეს არის ვიდეო რო წაგვეშალა. მარტო ეს დავდეთ. მარტო რუბრიკა დადა. რუბრიკა გვედა. ეს არის გაიხსენე ისტორია. ოკეი. და ეხლა შენ უნდა გაიხსენო ისტორია. ვაი მე დორის მეხსიერება რომ აქ არის. ვაი. ეხლა ან თამაშს კარგი რა აქვს, იცი ეს უნდა გავაკეთოთ არ. ეს არ დაიყარა. აქ რა ხდება? ხსენი არ მინდა. მე მინდა ტყუილი ერთი. მე მახსოვს აი სმარტი და რომ გადახვედი BMW-ს. აი მე საყორელი მანქანა არის ორივე. აბა დრამხელა სხვაობა იყო რომ უდიდესი. სმარტი იყო ჩემი ოცნების მანქანა ბავშვობის და ეხლა რაც ყავს ეგ იყო ჩემი მეორე ოცნების მანქანა. და რაზე ოცნებოდი? მარტო უნდა გიფიქრო რა. ხო, ანუ ეს მუღამი მაქსიმუმ ერთი ადამიანი გვერდი. всё. რადგან დავდივართ. ამჯერად ესე იგი აქედან უნდა იყო ისტორია. აქ იქნება სიმართლე ან ტყუილი. შენი დავალება არის ნუ მოყვე ისე რომ თუ ტყუილი ამბობია მოყვე ისე რომ ჩვენ დავიჯეროთ რომ სიმართლეა. თუ სიმართლეა რა ის მომილები სიმართლე რა. აი, ჯერ ამას ვიტყვი. ჯერ ამას იყე. თქვენ არ გაჩვენებთ. არა. ჩვენ არც გვეუბნები რა წერია. უბრალოდ იწყებ ამბავს. სანამ გაიხსენეს. ერთხელ
იყო და არა იყო. იყო და არა იყო რა. და ერთხელ იმდენი დავლიე და ალკოჰოლმა ისე იმოქმედა, რომ ზოგადად სხვა პერსონალიტი გერთვება და ორი, ასე ვთქვათ, მოუდი მაქვს რა. ერთი რომ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და ძალიან კარგად ვარ. მეორე არის რომ ანუ ჩვეულებრივად ვჭედავ. ანუ რო გოგინებს არა ჭედავ. ოღონდ ანუ ვიღაც უცხოებს და რაღაც ადამიანებს არა, ანუ საკუთარ მეგობრებს და გარემოცვას და ერთხელ მოკლედ ჩემ თანამშრომლებთან ერთად იმდენი დავლიე, რომ ამ ბარიდან რომ გამოვედით ხო საერთოდ არ მახსოვს არაფერი და ერთადერთი რაც მახსოვს, ანუ ნუცა თოფურიასთან ერთად ვიყავი და ნუცას არ სვამს და დაждდა მანქანაზე და ყველანი ჩავეყარეთ უკან და მივდიოდით რაღაც სხვა ადგილას და ესე უკან ვივარ და ნუცას ვამნე მე დროზე გადმოვიდა მანქანიდან მე უნდა ჩავადგა თქვა ეს რა არის რანელა გადახარდა და ანუ აი როგორ ყვიროდი და როგორ მეუბნებოდი ისე რომ გინდა თუ არა დამშვი თქვა და მეცინებოდა მე თვითონ და ანუ აი ერთ-ერთი ჩემი ბოლო ესეთ მაგარი დალევა იყო ეს და რა ვიცი ერთად რა ვიცი ყველაფერს ვშრობოდი ცოტავდი მღეროდი დავხტოდი რაღაც მაგრამ ეგ ერთი ჩაჭერა გქონდა ეგ ერთი მაგარი ჩავაჭერ გოგოს ბოლოს შეეშია ის რომ ანუ მართლა ხوار დავსვა შენს ეგეთ ჭუბს ალეწვა ერთში რომ ყველა იცინოდა და რაღაც ისე დავხავდა კეთილად ეგ ამბავი მაგრამ ხო ნუ მაინც აღარი გავჭრედე რა მოკლედ ივლისში გქონდა პრემიერა სპექტაკლის „საგზავნო თამაშები“, რომლის რეჟისორიც სამწუხაროდ ერთ თვეში გარდაიცვალა ოთარ ქათამაძე. და ჩვენ ვიყავით მაგასთან ერთად წინა დღეს და ნუ მეორე დღეს უკვე რომ მოვდიოდით ბათუმიდან მაგ დროს დაემართა მოკლედ ეს ტვინში ჩაქცევა და ნუ ბოლო დღეები ერთად ვიყავით და ეს ამბავი რომ მოხდა მე არ ვიყავი აქ და ბავშვები ვინც ვიყავით ყველა ამ სპექტაკლში შეიკრიბნენ და წავიდნენ გუსტყვაზე რომ ანუ რაღაცაერთ განიავებულიყვნენ და გუსპიდა რომ ჩამოვიდნენ შევიდნენ რაღაც კაფეში ჩვეულებრივ რაღაც ტექნო მუსიკა უკრავდა რაღაცეთი იყო ჩართული და უცებ ეს მუსიკა ჩერდება და ზუსტად ის მუსიკა იწყება რომელიც არის ჩვენ სპექტაკლში ოღონდ ძალიან იშვიათი მუსიკაა და შეუძლებელი არის რომ ესე პროსტა რენდომზე ჩაირთოს ანუ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის რა ეს ირთვება, ამ დროს მირეკავენ რომ აი ეს და ეს მოხდა და მართლა ანუ არ ვიცი ეგრას ნიშნავს, ანუ სეტი გაწყდა, ეგ მუსიკა ჩაირთო და ამ მუსიკაზე ამ რეჟისორმა გითხრა რომ დამესიზმრავო და მაგიტო დავადეო რა ამ ემას. აი რა. და ეს ხდება ოღონდ ანუ აკანკალებს ყოველს და მეც ეს რომ მომიყვნენ რა და ეს რომ მოყვა ყველა მეორე დღეს მემართება რომ მესიზმრება. რომ ამ მოთოსთან ერთად ვსივარ, ვლაპარაკობ და ამას ვუყვები, რომ წარმოგიდგენია მეთქი რა მოხდა. თქო, ანუ ეგეთი რაღაც მილიონში ერთხელ შეიძლება მოხდეს რა. და ესე მეუბნება, რომ ესო არისო, ან აბსოლუტური ღმერთის ნიშანიო. ან პირიქითო რა და მეღვიძება და აი რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნება და მეუფლა პირველი შემთხვევის მერეს და მერე ჩემი სიზმრის მერეს და მაგიტო პირველი ეს გამახსენდა ამ ისტორიაზე რა რომ რაღაც დაუჯერებელზე იმიტომ რომ მე რო არ გადამხდენო და ვერ დავაკავშირებდი ერთმანეთთან რა ეგეთ რაღაცებს და მე რო გადამხდა ძალიან მოკლედ დამამახსოვრდა რა თეატრალური აი ჩვენი თეატრალური რა მაინტერესებს ხა ბარემ ეგეც გითხარი ანუ უბრალოდ შემოგთავაზეს სამსახური თუ შენც გინდოდა თეატრალურში ლექტორად უბრალოდ როგორ იყო იცი უბრალოდ შემომთავაზეს და იმ პერიოდში ისე ვიყავი რომ მოდი ვცდი თქო რა მხრივ გეტყვი მინდოდა და ანუ იდეაში ხაც მინდა საზღვარგარეთ წასვლა სულ მინდოდა მოკლედ რამდენი ეს პერიოდი და ეხლაც რაღაც დომის ფაზაში ამ სფეროში და ხო და ვიფიქრე რომ კარგი იქნება თქო თუ ერთი წელი მაგის სტაჟი მექნება თქო რომ აი აკადემიურ უნივერსიტეტში რომელიც ამ პირველი არის საქართველოში მათ თუნდაც ერთი წელი ვასწავლეთ თქო და ერთ-ერთი ნუ ძირითადი მიზეზი ეგ იყო რატომაც დავთანხმდი მეორე ის იყო რომ კოტემ მითხრა ფუცელაძემ მისწავლიდა ჩემმა პედაგოგმა და ძალიან მოკლედ ისე ვიგრძენი თავი და დავთანხმდი მაგრამ
მეორეჯერ ამაში აღარ გავყოფთო. არ მოგეწონა არის ხო კარგი არა. შეთე პოლიციამ არ გამოჩეროსო და 7 პოლიციის მანქანას ჩაუარა შენი ნიბით და ანუ რა თქმა არა ანუ იცი არ გონია რომ რაღაც მოწოდებით ესე უნდა იყო რომ გიყვარდეს რაღაცა ინფორმაციის გაზიარება მე როგორც აღმოვაჩინე არ მიყვარს და არ შემიძლია უბრალოდ აი არ შემიძლია და ამიტომ კაი გამოცდილება იყო რომ ამის შემდეგ მეცოდინებამ და რაღაცა სხვა ნიჭი უნდა მიდე რომ ასწავლო ადამიანს რა ხო იმიტომ რომ მეც გამიკვირდა რომ მარტო ჩვენთან იყავი მე აღარ იყავი იმერად ცუდი იყო ჩვენი გამოცდილება რომ მე აღარ ვიქნები ლექტორი არა ნუ პირდაპირ უთხარი და ვაზრიც აღარ მქონდა პირდაპირ უთხარი მეთქი ეს არის როცა მე ამ უნივერსიტეტში როცა მე ამ უნივერსიტეტში ბალეტს გვასწავლიდა წარმოიდგინე ხო თეატრალურის კაცები ბალეტზე კაი გასაყოლები არიან ჩვენი ჯგუფის ბიჭები თავის ცეკვით ჩუსტებით გქონდათ კი რო იწელებოდნენ იმ ძელზე კაი ჯერ ეს კლაპით მე ყველაფერი ერთად არის და თვითონ რო თიშავს ოპერატორიც რო თვითონ არის და ერთი თითი არ დააჭირო ახლა რა აი გადმოგიწუდება ასე უფრო გაგაჩერებს პოლიცია მან დრო კალთაში გეჭდა ისე fun fact 2016-დან მაქვს პრავა და არასდროს პატრულს არ გაუჩერები ვარ ჯერად არა მე ჯერა იმიტომ რომ ერთადერთხელ გამაჩერეს ისიც პარასკევი თუ შაბათი იყო პირველად ვზივარ მანქანაზე მარტო შენ მესამე წელი გაქვს და ამ ადამიანს მე 10 ხმიგე მაგრამ რატო არ შეიძლება რომ მეც გავეჩერებინე ხო აი ერთადერთხელ უბრალოდ ბარიდან მოვდიოდი და ბარიდან მოყოლებული მომხდებოდა ანუ აქ შერლოკში ვიყავით და აქედან მოყოლებული მომხდებოდა ჩაგებერა და ალკოჰოლზე შემოწმებინე ხო არა აი არა რომ დავაშავე აუ თან აი ახალი აღებული როგორ პრავა და როგორია რომ რაღაც ხდება პატრული რო გაჩერებს დღემდე მეშინია პოლიცია ამას რა იმართება არის რომ ჭირს იცი პოლიცია თუ მომყვება всё არ დაჟე რომ ვლაპარაკობთ მაჩვენებს რომ დინის პოლიცია მომყვება გაჩ მუსიკას ვიწევდა რაღაცა წრარად დავჭერდა აი ესე დავდივარ არკინგის დროს არ უწევ მუსიკა აი თუ ვიჭედები კი მეგმა კი გასრულდა ესე ამბავი მე სიმართლე გითხრა ძალიან მისიამოვნა ჩვენი ყოფილები ხართ კი მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი პირველი სტუმარი იყავით თან და მე ძალიან და იმედი მაქვს რომ ძალიან წარმატებას მიაღწევთ ცხოვრებაში ჩემზე ბევრად მაგარი სტუმრები გეყოლებათ ბევრად მაგარი მანქანა სტუდია გექნება ძალიან მალე და მიხარია რომ რაღაც წამოიწყეთ აი მიყვარს ადამიანს რომ რაღაც ინიციატივები გააჩნია ზოგადად ცხოვრებაში როგორც არ უნდა იყოს ის და ყოჩახ თქვა რომ რაღაც მოიფიქრეთ რა მართლა მადლობა ხო არა რაღაცა უყურეთ და გამოიწერეთ აუცილებლად ოდნავ მე მგონია რომ ახლა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ ჩვენთვის შინაური გარემოა შეიძლება და მაგითო თქო მაგრამ ეხლა უცხოსთვის ხო დაძაბული ხო არ ხარ არა პირიქით მე როგორც მიდიხარ გზაში და რაღაც დაქოს ელაპარაკები სისულელეებზე და ხანჯგვიანურზე ზუსტად ეგეთი განცდით ვარ საერთოდ არანაირი ეს ხო ჩვენი მიზანი დაძაბულობა პირიქით ძალიან კარგი მადლობა ძალიან მადლობა თქვენ ბრავო დღეისათვის სულ ეს იყო ესეთი სულ ეს იყო ბაი სად ვიდეო გაიქეც სადი წითელია და გადაატყობა